დავოსში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვა წარმოთქვა კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, საყურადღებო სიტყვა, ისტორიული სიტყვა, ბევრი ასე აფასებს სახელმძღვანელოებში შესატანი სიტყვა. ამ სიტყვის ნაწილი არის მოსწრებულად წარმოთქმული ნათქვამი წინადადება, თუ მაგიდასთან არ ვისხდებით, ჩვენ აღმოჩნდებით მენიუში და ჩვენ ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ კერძები, რომლებსაც დაინაწილებენ მაგიდაზე მსხდომი დიდი მოთამაშეებიო. და მართლაც ასეა, საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ იმ მრგვალი თუ მართკუთხედი მაგიდის სტუმრები თუ მასპინძლები, სადაც ბევრი სახელმწიფოს ლიდერი არის ჩვენს გარეშე და მსჯელობენ, ურთულესად მსჯელობენ, ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ვერც იღებენ, მაგრამ მსჯელობენ, ძალისხმევას არ აკლებენ, რომ სოფლიოში დაგროვილი პრობლემები როგორღაც მოგვარდეს, კონფლიქტები პირველ ყოვლისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ურთიერთობები დარეგულირდეს სახელმწიფოებს შორის, ცუდსა და კარგ სახელმწიფოს შორის, უარეს სახელმწიფოსა და უკეთეს სახელმწიფოს შორის და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ჩალის ფასიც არ გვაქვს. სათვალავშიც არავინ გვიღებს. რატომო ბევრი თქვენგანი იკითხავს და რასაკვირველია, მარტივი პასუხი არის ამგვარი, რომ ბიზინა ივანიშვილმა საქართველოს ასეთ ქვეყანად გარდაქმნა. საქართველოს თუ მთავარ მოთამაშე არ უნდა ყოფილიყო და ვერ იქნებოდა ადეკვატური ხელისუფლების პირობებში, კი, მაგრამ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მსოფლიოს მოთამაშეებთან, ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან, ტრამპთან, კარნისთან და ევროპელ ლიდერებთან და უნდა ემსჯელა მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა ან გაეზიარებინა სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეების პოზიციები ან დადუმებულიყო თუნდაც, მაგრამ მაგიდასთან წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო. საქართველოს ამგვარ ქვეყანად აქცია ბიზინა ივანიშვილმა ჩუმად, ბალახზე დაბალად და წყალზე უჩუმრად მოძრავ ქვეყანად, რომელსაც ქვეყანას ძნელად თუ უწოდებ და ძნელად თუ უწოდებ ქვეყანას მათ შორის იმიტომ, რომ ბიზინა ივანიშვილმა აბსოლუტურად შეგნებულად შეარჩია უნებო ნაცრისფერი საშლელით წაშლილი ადამიანები, რომლებსაც აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ინტერესი, მეტი და მეტი ფული იშოვონ, მეტი და მეტი ფული მოიპარონ, ღარიბაშვილი ამის თვალსაჩინოებაა და არა მხოლოდ ღარიბაშვილი და ვინც გადარჩენილია მოცემულ ეტაპზე, მათი ამოცანა არის, რომ გამდიდრდეს და სახელმწიფო ქვეყანა კი ფეხებზე დაიკიდოს. შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი ამბობს გალაქტიონი, მე გადავაკეთებ, შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს კახა და უნახავმა რა აღარ ნახა, შენ უნახავი ხარ და შენ მაღალი ალბათობით, ასე უნდა ვთქვა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიუჯდები ბიზინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ღარიბაშვილს თუ ჯუანშერ ბურჭულაძეს თუ რომეო მიქაუტაძეს დადასტურებულად კორუმპირებულებს, ლილუაშვილს აგრეთვე. ყოველ შემთხვევაში ამგვარი ხმები ვრცელდება არა მხოლოდ კახა კალაძეზე, არამედ სხვებზეც, მათ შორის მაგალითად ნათია თურდავაზეც თუ მოვახერხეთ, ანუ ეროვნული ბანკის იმ ხელმძღვანელზე, რომელმაც თავის დროზე დააფარა ხელი კობახიძის მოთხოვნით ბანდიტ ფარცხალაძეს, ფული გაატანინა ბანდიტ ფარცხალაძეს, მაგრამ კიდევ სხვა ამბებშიც არის მინიმუმ ეჭვმიტანილი, შესაძლოა შემჩნეული და მალე შესაძლოა აღმოჩნდეს ბრალ დადებულიც კი. მაგრამ მე მათზე არ ვლაპარაკობ ახლა, მე ვლაპარაკობ ბიზინა ივანიშვილის სხვა რჩეულებზე, მათ შორის დეპუტატებზე, რომლებსაც აკიგით ხარით აქვთ ერთადერთი ინტერესი, მეტი და მეტი ფული მოიპარონ და იმ ქვეყანას, რომელსაც ყავს ამგვარი დეპუტატები, ამგვარი მმართველები, ბუნებრივია, რომ არც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვევენ, არც ერთ სხვა მნიშვნელოვან კონფერენციაზე თუ ფორუმზე და ამ ქვეყანას ჩალის ფასიც არა აქვს, იმიტომ რომ ყველამ შესანიშნავად იცის, რომ ამ ქვეყანას, ამ შემთხვევაში საქართველოს, ამგვარ ქვეყანას, ამ შემთხვევაში საქართველოს მართავს არა მხოლოდ ბანდიტი ივანიშვილი, არა მხოლოდ
მეორე ბანდიტი კობახიძე, მესამე პაპუაშვილი, მეოთხე ყაველაშვილი, მეხუთე კიდე ვინმე, არამედ მართავენ არაკომპეტენტურები, რომლებსაც მხოლოდ ეს აინტერესებთ, რომ მეტი ფული მოიპარონ და მეტი ფული წაიღონ სახში და ასე უზრუნველყონ საკუთარი მომავალი, საკუთარი ოჯახების მომავალი, საკუთარი სიბერე მეთქი, თუ გნებავთ, ვიტყვი ასე. რა ადასტურებს, რომ საქართველოს დეპუტატების სახით, მაგალითად, ყავს ამგვარი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული მართველები, დეპუტატები. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ ოცნების 97 დეპუტატი ყავს, მაგრამ აქ რადგან 87 წერია, 41 არის ბიზნესთან კავშირში მყოფი. აქედან შემოსავლის შესახებ დეკლარაციაში უთითებს მხოლოდ 17, ანუ 41-დან შემოსავლის, ამგვარი შემოსავლის თაობაზე დეკლარაციაში უთითებს მხოლოდ 17 დეპუტატი. შესაბამისად, 17-ით ნაკლები 24 გამოდის, როგორც ხვდები, 24 დეკლარირებასაც არ ახდენს საკუთარი კანონიერი თუ ნახევრად კანონიერი თუ უკანონო შემოსავლებისა. კვლევის მიხედვით 7 კომპანიას, რომელშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვს 271 ტენდერი. თქვენ ღარიბდებით ამასობაში მოქალაქეები, ხოლო დეპუტატები გარდა იმისა, რომ იღებენ ამდენ და ამდენ ხელფასს, ასევე ააფლობენ კომპანიებს და მოგებული აქვს 271 ტენდერი. ხოლო 13 კომპანიას, რომელშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვს 301 გამარტივებული, ანუ ტენდერის გარეშე შესყიდვა. ტენდერებით ხო დიდრებიან დეპუტატები, გარდა იმისა, რომ აქვთ ოფიციალური ხელფასი, გარდა ამისა, ტენდერების გარეშე პირდაპირ შესყიდვით სწორედ დეპუტატების კომპანიებს უფორდებათ ხელშეკრულებები სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ობიექტების, მაგალითად, გარემონტებაზე ან ცალკეული სერვისების მიწოდებაზე. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წერს, რომ იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს, გამარტივებული შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან მიიღეს 7.736.986 ლარი, ანუ 10 არასრული 10 მილიონი და ეს არ არის დიდი თანხაო, ვინმე მეტყვის, რასაკვირველია, არ არის თანხაო, ოღონდ რაღაცასთან შედარებით. აი ტენდერებში ამ დეპუტატებმა მიიღეს წარმოუდგენელი რიცხვია. 465.900.569 ლარი, ანუ იმ კომპანიებმა, რომლებსაც სწორედაც რომ დეპუტატები აკონტროლებენ, ან წილს ფლობენ, ან თანამეწილეები არიან, ან წილის უმრავლესობას ფლობენ, ან წილს ფლობენ ექსკლუზიურად, ანუ 100% მათია ამგვარ სახელმწიფოს, რომელშიც ამგვარი დეპუტატები არიან, ამგვარი გადაწყვეტილების მიმღებები არიან ფორმალისტური თვალსაზრისით, ვინ მიიწევს რომელიმე ფორუმზე და ამგვარ სახელმწიფოს როგორ არ ჩათვლიან, რომ ეს სახელმწიფო არის მენიუში არსებული, რომელიც უნდა დაინაწილოს მსოფლიოს რამდენიმე ძლიერმა სახელმწიფომ ადრე იქნება. თუ გვიან, როცა ახალი გადანაწილება, რომელიც იქნება, მოხდება, როცა იქნება, მაშინ და ბიზინა ივანიშვილმა შეგნებულად შეარჩია ამგვარი ტიპები მეთქი, რომ გითხრათ, მეტყვილს არ გეტყვით, ამგვარი ტიპები კი არა, კახაკალაძეც შეარჩია აბსოლუტურად შეგნებულად, როგორც არაკომპეტენტური ყველაფერთან ერთად და მაფიოზი ყველაფერთან ერთად, მაგრამ ამასაც გეტყვით და რას გულისხმობ, ეს პირველ ყოვლისა ეხება ესე იგი იმ გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს სუსის ფარგლებში, იცით რომ რამდენიმე ხნის წინ სუსიდან კი არა სახელმწიფოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მალევე წაიშალა, მე თქვენს რომ ეს იყო ჰაკერული თავდასხმაო, უწყება, ანუ სუსი იზიებს, რატომ მოხდა ამ დოკუმენტის გაჟონვა და ამ გაჟონვა და გამოქვეყნება და ეხება გაზპრომის დოკუმენტს, აგრეთვე ფასების მატებას, სუსათის ფასები გულისხმება და ასე შემდეგ, ორი პირი არის ეჭვიტანილი, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ არა, ასე არ არის თლად, ორ პირზე გადის რეალურად გამოძიება მამუკა მდინარაძე ბანდიტისა, მამუკა მდინარაძეს პერსონალური ვენდეტებიც აქვს, სულ მინიმუმ ამ ორი პირიდან ერთ-ერთზე, ანუ კახა კალაძეზე. მედიის მიერ დასმულ კითხვაში ინტერესის საგანი იყო, რა ეტაპზეა გამოძიება გაზპრომის დოკუმენტთან დაკავშირებით, ანუ
ანუ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც გაზის ბუნებრივი აირის საქართველოს მომარაგებას რუსეთიდან ეხება და გამოიკითხეთ თუ არა მთავრობის ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის ლევან ჟორჟოლიანი, ის ხობახიძეს რო დახვება ხოლმე და IT უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. ასევე ფასების ზრდასთან დაკავშირებით მოკვლევის ფარგლებში გამოიკითხა თუ არა ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, მათ შორის კანტონი თურნავა, ნათია და ხომ არ გამოკითხულა იგი ენერგეტიკის სფეროში არსებული შესაძლო კორუფციული ფაქტების გამოძიების ფარგლებში, როგორც ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი აღალჩინოსანი მინისტრის მოადგილე სუსი პასუხობს, რაც შეეხება გამოძიების დეტალებსა და ტაქტიკას, ვინ რადოს და რომელი გამოძიებო მოქმედების შემდეგ დაიკითხა, ან რა შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება ამ ინფორმაციის გასაჯროების საჭიროებასთან დაკავშირებით, ამას გამოძიება განსაზღვრავსო, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე. მე კი გეტყვით, რომ ინტერრაოსთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო მაღალზე მაღალი ალბათობით კახა კალაძე დაიჭება მოქმედი მერი, რომელიც ვითომ და აირჩიეს გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში, ის შეიძლება აღარ იყოს მერი შენ ჯვარს იწერდი ბიზინაზე კახა, რომელმაც ვერაფერი ვერ ნახა, ანუ ნახალმა რა ნახა და აღმოჩნდი გლახა, თუ მაინც და მაინც უნდა გავრითმოთ და გლახა კაცი აღმოჩნდება რომელიღაც ეტაპზე ბიზინა ივანიშვილისთვის კახა კალაძეც კი ქალაქში დადის ხმები რომ კახა კალაძეს მიადგება და გასკვანჩავს ბიზინა ივანიშვილი როცა იქნება მაშინ, მაგრამ არა მარტო კახა კალაძეს როგორც ჩანს, არამედ ნათია თურნავას გარშემოც ვიწროვდება წრე და ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაწინაურებული ან წინწაწეული ახლა ეროვნული ბანკის ლიდერი და მანამდე კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც სხვათა შორის არსებითად ეწინააღმდეგებოდა მაგალითად ანაკლიის პორტის მშენებლობას, ნათია თურნავასაც არელის კარგი ბედი, მათ შორის იმის გამო, რომ ფარცხალაძეს გაატანა დიდი რაოდენობის თანხა, სხვათა შორის ირაკლი კობახიძის მოთხოვნით და ირაკლი კობახიძის ბრძანების თუ ინსტრუქციის თანახმად. ძიმე მდგომარეობაში არის ეს ორი პირი მინიმუმ და ვინც ის იქნება სხვებიც, მაგალითად მოგვეხსენებული ჟორჟოლიანი, ან შედარებით დიდი არა პატარა კალიბრის მოთამაშეები საქართველოს არსებულ ხელისუფლებად წოდებულ ბანდაში. და როგორც ჩანს ბიზინა ივანიშვილი არ იქნება დამდობი, არ დაინდო ირაკლი ღარიბაშვილი და რატომ დაინდობს კახა კალაძეს, იმიტომ რომ ის არჩეული მერია, დანიშნავენ ახალ არჩევნებს და იქნება წინწაწეული რომელიმე მისი მოადგილე, მაგალითად ან სხვა პირი, ვინც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ოღონდ ბიზინა ივანიშვილი ამით აჩვენებს, რომ სამართლიანია თითქოს და სამართლიანია ყველას მიმართ და ამით ეცდება, რომ მოულბოს გული საზოგადოების ერთ ოღონდ მცირე ნაწილს, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ ბიზინა ივანიშვილი თუ იჭერს ნიკა მელიას პირობითად, აგე იჭერს ირაკლი ღარიბაშვილს, თუ იჭერს ჯუაჩერ ბურჭულაძეს, აგე იჭერს პაატა ბურჭულაძესაც და თუ პირიქით და ამის გამო ის სამართლიან კაცად უნდა მივიჩნიოთ. და საქართველოს დამოუკიდებლად იმისა, ვის იჭერს ბიზინა ივანიშვილი, ვის დაიჭერს მომავალში, ის არის რეალურად ქვეყანა, რომელიც ამ მსოფლიო მაგიდაზე არ მონაწილეობს და არის კერძი, რომელსაც დაინაწილებენ და მათ შორის დაინაწილებენ, აქ გითხარით, იმიტომ რომ საოცარი რიცხვი უნდა გაგიმეოროთ. ეს რაც ღია და არის გამოკვლეული 465 მილიონი ლარის, 466-ის პრაქტიკულად 441 ლარი, 431 ლარი აკლია მოკაცრავად ბოდიში 1431 ლარი აკლია, როგორც მე ვხვდები შესაძლოა ვწდები 466 მილიონს, 465-466 მილიონი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული ბანდიტებს ქართული ოცნებიდან, ამასთან დეკლარირება ამ ყველაფრისა არ მოუხდენიათ. ბიზინა ივანიშვილმა შეგნებულად მოიყვანა ამგვარი ადამიანები დეპუტატებად, ასე მაგალითად გასვარა, შელახა და თითოეულ მათგანს დაადო ფიგურალურად ვიტყვი ცხადია, იარაღის ლულა შუბლზე და უთხრა გამოვკრავ, ანუ დაგბრიდავთ, გაგანადგურებთ, გაგაცამტვერებთ, იმის გამო რომ თქვენ თურმე
ტენდერებში მონაწილეობთ, ან იპარავთ, ან რაღაც მაფიოზურ სქემებში ხართ, ღარიბაშვილი სწორედ მაფიოზურ სქემებში იყო. არ გამოვა ამათან ერთად მშენებლობა ქვეყნისა, აშენება ქვეყნისა. ამის თქმა მინდა. კალაძესთან ერთად მართლაც როგორ გამოვა? კალაძესთან ერთად, რომელმაც უახლოესი მეგობარი ანდრეი შევჩენკო დააღალატა ერთხელ კი არა, რამდენიმეჯერ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს უკრაინაზე, რომელმაც ის როგორც ფეხბურთელი გამოზარდა ანდრეი შევჩენკოს მნიშვნელოვანი წილი აქვს. ამაში აღარ ვლაპარაკობ ლაბანოვსკიზე, რომელიც აღარ არის ცოცხალი, რომელმაც ის დააფრთიანა როგორც წარმატებული ფეხბურთელი კიევის დინამოში. შევჩენკომ სწორედ ლაბანოვსკის მიუყვანა კახა კალაძე და ამ შევჩენკოს ერთხელაც არ გაუგზავნა კახა კალაძემ წერილი, ხარდა საჭერი წერილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. შევჩენკო არც ერთხელ არ ჩამოსულა ოფიციალურ მატჩებზე. საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებები რო ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და შევჩენკო არ მოუწვევია კალაძეს მილანის ყველა ვარსკვლავი რომ ჩამოიყვანა აქ, უმრავლესობა მოდი ასე ვთქვათ. შევჩენკო, რომელიც დიდი ფეხბურთელი იყო მსოფლიოს მასშტაბით და მით უფრო მილანის მასშტაბით, კახა კალაძემ არც მოიწვია ამ საქველმოქმედო თუ ამხანაგურ მატჩზე. შევჩენკოზე კი არ ვლაპარაკობ, უბრალოდ ვლაპარაკობ კალაძეზე, ამ უნახავ კაცზე, რომელმაც ჯვარი დაიწერა ქართულ ოცნებაზე და ბიზინა ივანიშვილზე, მაგრამ უნახავი არის რა, იქნება გაგდებული და ვინც ის დაჭერილიც კი უახლოეს ხანებში და ალბათობით თურდავაც გარკვეულზე მაღალი ალბათობით მიუჯდება გვერდში და სხვების ჯერიც დგება ბიზინა ივანიშვილი, იქნება თქვენი დამსჯელი, რომ იცოდეთ, როგორც სამართლი არის სასამართლო თქვენს წინააღმდეგ, შედგება მაშინ, როცა ბიზინა ივანიშვილიც მოსცილდება ამ ქვეყანას. ნახვამდის.